მოსახლეობისთვის ლიხაური-იაჭის გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკითხი პროექტის სახით გადაუგზავნა და სამუშაოს დაფინანსება ითხოვა. სოფელი ლიხაური ულამაზესი აჭის ხეობითა და არაერთი ისტორიული ნაგებობით გამოირჩევა. ტურისტების სიმრავლე სოფელში ზაფხულობით შეიმჩნევა. ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი, რომელიც ტურისტებს აბრკოლებს აჭის ხეობაში მიმავალი ამორტიზებული გზაა. ადგილობრივმა მოსახლეობამ მთავარ პრიორიტეტად აღნიშნული გზის ასფალტირება არაერთხელ ითხოვა. მოთხოვნა დღესაც ძალაშია. გაუვალია გზა მოსწრებსა და გაკეთდეს უნდა გზაით. უჭირს ტრანსპორტს ამოსვლა. ზამთარი რომაა, გენაცვალე, თოვლი რომაა, საერთოდ არ ამოდის, იმიტომ რომ უჭირს აქ ამოსვლა. გვაქვს მე-11 საუკუნის ეკლესია, რომელიც ჩასულია საერთაშორისო საექსკურსიო ბიუროს მონაცემებში. და იქამდე მაინც აუცილებელია გზის გაკეთება. ზაფხულობით ძალიან ბევრი ხალხი დადის, საერთაშორისო ძალიან სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ვინც ბათუმში, ზღვაზე, ქობულეთში დამსვენებლები არიან, მოდიან ისინი. უბრალოდ ცირცხვილია ის, რომ უცხო ქვეყნიდან შემოსული კაცი დადეს ამ გზაზე, მოსტონს ბუნება, მოსტონს ხეობა და არ აქვს გზა. უზარმაზარი კაცი დაიბადა 16 აღარიშვილი და ამიტომ ეკუთვნის მას ერთი გზა. სხვას ყველაფერს დავიდავანებთ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გითხრა, ლიხაურის გზის რეაბილიტაცია იმ ინფრასტრუქტურულ პროექტების ნუსხაში შევიდა, რომელიც რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაეგზავნა. საკრებულოს ხდომაზე გატანილი იქნა 12 საინვესტიციო პროექტის საპროექტო წინადადება. და საკრებულომ სრულმა შემადგენლობამ მიიღო გადაწყვეტილება მოიწონა ეს პროექტები და გაგზავნილია თბილისში. მათ შორის ერთ-ერთი პროექტია ლიხაური აჭის გზის 3.3 კილომეტრის სიგრძის გზა, რომელიც სავარაუდო ღირებულება არის 1.155.000 ლარი და ველოდებით პასუხს ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი კომისიიდან დაფინანსდება თუ არა ეს პროექტი. ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად დაგვესაბუთებინა ამ პროექტის აუცილებლობა და იმედი გამოვთქვამთ, რომ და იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტს აუცილებლად დაგვეფინანსებთ. უნდა ვივარაუდოთ, რომ წლევანდელ საკურორტო სეზონს სოფელი ლიხაური და აჭის ხეობა ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებული შეხვდება.